გულში რა გაქვს, რას ფიქრობ ჩემზეო და რაღაცნაირი ეშმაკური ღიმილი გამოაყოლა თან ამ სიტყვებს. საკრული არა, მაგრამ ორპირა და ორსახოვანი, ეჭვიანი ანუ. ან ასია და ან ისე. ცოტა არ იყოს მეწყინა. რაში მჭირდება ეს რებუსები შენთან, გამოცანები? ვინც ვარ ისა ვარ, რაც მეფიქრება. შენ თუ ამას შეკითხვების გარეშე ვერ ხვდები და დაკითხვა ჩაკითხვების, რა გითხრა მაშინ? რა მოგახსენო? რო გითხრა მიყვარხარ და ვგიჟდები შენთვის დამიჯერებ? ან და პირიქით რო ვთქვა რა? ენა დამიბა ვინმემ თუ ვერ დაგაჯერებ. რასაც მინდა იმას გეტყვი. რაც მომინდება და რასაც საჭიროდ ჩავთვლი. მიზანშეწონილად ამ წამს მომენტში. მიდი და ეძიე. მიზანშეწონილი მაგარი სიტყვაა. აწონე დაწონე, შეწონე თუ გინდა შენი მიზანი ფარულ პინაზე დადე. ისე მელაპარაკე ასე. ვერ ვიტან სიტყვებს. ნამდვილ ცხოვრებაში თორემ ლიტერატურაში კი რაღაცას ვიტყვი, თან მავალებენ ტალანტის მიხედვით. ნიჭის. ეს კიდევ სხვაა. სხვა როცა შევხვდით ერთმანეთს, დავაგემოვნეთ. ეს პირადია სულ სხვა აზრით, სულ სხვა გაგებით. ინტიმს რო ეძახიან, არ ვიცი. ინტიმზე მეტია. და არც დუმილზე მეტია არაფერი ამ ქვეყანაზე. დუმილზე დიდი. გაჩუმებაზე. შენ თუ ვერ ხვდები ჩემს გულში რა ხდება და ან და მე შენს გულში. ვილაპარაკოთ და ვიყოთ. ვიბაზროთ. ავუქაფოთ ერთმანეთს ყურები, ავუწითლოთ, ავუჭრელავოთ. მერე დავსხდეთ და ისიც გავარჩიოთ, რაც ვთქვით, როგორაც. ეგეთი სიახლოვის რა ვთქვი. ნამდვილი ცხოვრება გულთა კავშირია, ვერ ხვდები? ამას თუ ვერ ხვდები, სხვა როგორ გაგაგებინო? შევცურო საით, რომელ სიღრმეს შენ დაინახა, უხილავს ხილს. ხან ასია და ხან ისე, როგორც შენ გენდა. ასეთისთვის ვერ გამოვდგები. ვერც შენ და რახან ჩემად გთვლი, შენც იგივე მოგეთხოვება. რა დოკუმენტივით ლაპარაკი გამომივიდა, საბუთივით და გაზეთივით, მშრალი ესეთი. ერთი ბეჭედი თუ დააკლდა და კიდევ ბეჭდვითი სიტყვა, რახან გაზეთზე ავლაპარაკდით. მაგას ჯობია ისევ გულში შემომიერთდე, გულში და გულით. იქ რო ნახა ვიტირებ. შეკითხვა კი არა, მგონის სუნთქვაც დაგავიწყდება. იტყვი ამას თურმე რა სჭირებია, მე რა ვიცოდე. ხო და რო არ იცი და არ გაგეგება, გაჩუმდი ახლა. თავი დახარე, დაამუხრუჭე. ეს შეკითხვებით თვალის წყურვა ეჭვიანი ღიმილიანი. გასწიე შეფუთ შეახვიე სარკის უჯრაში. გაპრანჭვა იქაც მოგიხდება წაკეკლუცება სარკის ბრწყინვალე ზედაპირებთან. იქა უფრო გამოიყენებ ვინძლო და მერე შენივე თავი უკუღმა რომ დაგენახება სარკის ოვალში, მიხვდე რაღაცას იქნებ. მეც მივხვდები. ისევ გულში ხარ.